უყურებთ და უსმენთ მაესტროს გადაცემა სუბიექტური აზრი წარმოგიდგენ ჩალვა რამიშვილი და მე დიანა ტრაპაიძე. მოგესალმებით, დიანა ტრაპაიძის მეხუთე ეთერია ეს. და უკვე მეოთხე მოვლენებს გავუსწრებ. ჩაჯექი უკვე ფორმაში. ნელ-ნელა. მე გარანტიას გაძლევ ძირფასო ტელემაყურებლებს, რომ სადაც 2 კვირის თავზე დიანა ეხლა ხომ მაგარია ხუმრობის გარეშე და იძახიან რომ კომპეტენტური ესა მეთანხმები. მაგრამ 2 კვირის თავზე იქნება საერთოდ ფანტასტიკა ეს რაღაც გავუსწრებ მოვლენებს. რემე ამბავი არ ექნება და იქნება ადამიანი უკვე. რა ხდება დღეს რესპუბლიკაში? დღეს ვარ თანაწამყვანის გარეშე, ინგა გრიგოლიას მნიშვნელოვანი შეხვედრა ქონდა, ამიტომ არ იქნება ჩვენთან ერთად, მე და შალვა ვიქნებით და ახალი ეთერის დაწყების შემდეგ, როდესაც ჩვენ გადავალთ სხვა სტუდიაში, იქ საიდანაც უკვე ძირითადად წავიყვანთ გადაცემებს, ფორმატის ცვლილებაც იქნება და ალბათ მე და შენ გადაცემის პირველ ნაწილში მარტონი ვიქნებით, შევთანხმდებით ამაზე. მე და შენ შევთანხმდებით. მე ჩემ სულ ერთია. ისე მე სიმპათიური ქალბატონი თუ იქნება ხანდახან არ იქნება ცუდი. სტუმრის სტატუსით. კარგით. კვირაში ერთხელ ერთი ესეთი განტვირთვის დღე მოვაწყოთ რა. კარგი, მოვაწყოთ. შალვა, მე მინდა რომ პრეზიდენტის შენ როგორ განიტვირთები არ ვიცი, მაგრამ მოვახერხე. სიმპათიურ ქალთან დაკავშირებით განტვირთვა, არ ვიცი. კი ბატონო, აბა რა ხდება? პრეზიდენტმა დღეს იყო თუ არა უბრალოდ დღეს გავრცელდა ეს ინფორმაცია, ჰოლანდიაში მაასტრიხტის უნივერსიტეტში გამოვიდა სიტყვით და თქვა რომ ქართული ჟურნალისტების პრობლემა არის ის რომ მათ არ აქვთ პროფესიონალიზმი. ანუ პროფესიონალიზმია ქართული ჟურნალისტიკის ნაკლებობა და არ არის საქართველოში პლურალიზმის ნაკლებობა. ეს არ იყო მისი პირველი განცხადება ამ თემაზე. ადრეც უთქვამს რომ არ არიან პროფესიონალები ქართული ჟურნალისტები ნაკლებად პროფესიონალები არიან. მე პირადად არ დავეთანხმებოდი და ვფიქრობ რომ ნაწილობრივ მაინც პროფესიონალები იზრდებიან თავისუფალ გარემოში და თავისუფლებაა ნომერ პირველი პრობლემა და თავისუფალი გარემო არის საშუალება იმისთვის რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდეს ჟურნალისტი. მე შენი აზრიც მაინტერესებს შალვა. დავიწყოთ იმით რომ საქართველოში წირი ეკონომიკის პირობებში ამდენი ტელევიზია არ უნდა არსებობდეს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ მთელი რიგი ეს კავშირშია პროფესიონალისტთან ჟურნალისტების. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პროფესიონალ ადამიანს სჭირდება ბევრი ფული, ხელფასი. კონდეს რომ ხელფასი კონდეს კარგი. საქართველოში პროფესიონალ ჟურნალისტს უნდა კონდეს 5-6 ლარი ამ პირობებში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მძიმე შრომა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. შენ პროფესიონალი ჟურნალისტი ხარ? არა, მე პროფესიონალი ჟურნალისტი რო არა ვარ, ესე ზაგარაკიც მე პროფესიონალი შოუმენი ვარ, მაგრამ ეგ იქით იყოს რა. და შესაბამისად, ასეთი ხელფასის გაცემა საქართველოში საბაზრო ეკონომიკას რომ გადავხედოთ, ხო? და სარეკლამო ბაზარს შეუძლია 2-3 ტელევიზიას. ის რაც ახლა ხდება, როცა არის ამდენი ტელევიზია, ეს არის ხელოვნური. რომელ 2-3 ტელევიზიას? არ ვიცი, 2-3 ნაციონალური მასშტაბით მაუწყებელ ტელევიზიას და რა თქმა უნდა იყოს საკაბელო პატარ-პატარა არხები, მაგრამ ნაციონალური მასშტაბით ხო, მაგრამ 4-5 ლარს ისინი გასცემენ პროფესიონალიზმში. არა. მე არ გეუბნები დღევანდელ სიტუაციას ზოგადად რა. შესაბამისად თუ აცხადებენ რომ ნაციონალურ არხებზე არის დაკვეთაც. კი ბატონო. მეორე პროფესიონალი ჟურნალისტების დაკვეთის პირობებში, ანუ პროფესიონალიზმი და დაკვეთის შესრულება ცოტა შეუთავსებელია. პროფესიონალიზმი და დაკვეთის შესრულება შეთავსებადია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შენ პროფესიონალი ხდები დაკვეთის შესრულებაში. ესეც პროფესიონალიზმია, ჟურნალისტური არა, პროპაგანდისტული პროფესიონალიზმი. მაგრამ ჩვენ აქ ჟურნალისტურ პროფესიონალიზმზე საუბრობთ, უნდა ითქვას თავიდან, რომც არ იყოს დაუშვათ სააკაშვილის ხესვე მინიმალურ სტანდარტებზე, რომელიც უნდა იყოს. რომც არ იყოს სააკაშვილის წნეხი, მე ვამტკიცებ, ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალიდან გამომდინარე, მცირე რიცხოვნებიდან გამომდინარე, აქ ბევრი ტელევიზია, ბევრი გაზეთი არ უნდა არსებობდეს. იმიტომ რომ არ არის უბრალოდ ამდენი ხალხი. ეს ერთი. მეორე, მოხდა ძალიან დიდი წვეთა კომუნისტურ საბჭოთა ჟურნალისტიკის სკოლასა და თანამედროვე ჟურნალისტიკას შორის. პრაქტიკულად იცას მაშინ ისწავლებოდა, თითქმის ყველაფერი უნდა დაივიწყო, გადაუსვა ხაზი, იმიტომ რომ ეს არ იყო ფიზიკა, ეს არ იყო მათემატიკა. სხვათა შორის რუსეთში ასაკოვანი ჟურნალისტები არიან, დიდი წვეთა არ ყოფილა და რამდენიმე მათგანმა, ან ძირითადმა მათგანმა გააგრძელა. რუსეთი დიდია და ჩვენ ხედავთ მაგალითად ვლადიმერ პოზნერს მთელი ბავშვობა და ძალიან დიდი ხანია. არ გავიცეთ რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკაში უცხოეთში მუშაობდა, ჯერ მუშაობდა ნაინავიშანი, ანუ ის მუშაობდა უცხო ენაზე, მაუწყებელ საბჭოთა მედიაში, შემდეგ მივლინებით იყო ამერიკაში მელორშტურვა რო ავიღოთ იგივე შეიძლება ითქვას, მაგრამ რუსეთის საბჭოთა კავშირი დიდია და იქ ინდივიდები გამოჩნდნენ, რომ ძალიან
დიდი იყო მასა ჟურნალისტების, ჩვენთან მცირე იყო. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბუნებრივია პროფესიონალიზმი ყალიბდება მაშინ, როდესაც არის ჯანსაღი კონკურენცია, როდესაც მედია არის ბიზნესი და არა პოლიტიკა. რა თქმა უნდა, როდესაც მედიის მფლობელი ჟურნალისტს ქირაობს იმიტომ, რომ ამ ჟურნალისტმა გაუზარდოს მას რეიტინგი და არა იმიტომ, რომ შეასრულოს ვიღაცის დაკვეთა. ეს საქართველოში არ არის და შესაბამისად სწორედ ამიტომ არ არიან პროფესიონალიზმი. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მინდა გითხრა, რომ ზოგადი განათლების დეფიციტიც არის საქართველოში ზოგადად. აი ახალგაზრდა თაობაში მე არ მინდა დაემსგავსო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩივიან იმაზე, რომ აი ახალგაზრდები წამოვიდნენ წიგნს არ კითხულობენ, მაგრამ ტენდენცია შეიმჩნევა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა არ კითხულობს წიგნებს, არ აქვს ზოგადი განათლება და ჟურნალისტიკის გარკვეულ ჟანრებში ეს მნიშვნელოვანია. აი თოქ-შოუს მაგალითად ვერ წაიყვანს ჩემი აზრით გაუნათლებელი ადამიანი. ვერ წაიყვანს უბრალოდ გაუჭირდება. გასაგებია. მე მინდა რამდენიმე განცხადებაც ვთქვათ ძველი გამონათქვამები პრეზიდენტის გაგაცნო, მედიასაკლია ობიექტურობა და პროფესიონალიზმი, ასეთიც კი თქვა. ზოგადად მედიას პრეზიდენტის სიტყვებია. ასევე 2010 წელს ლონდონში გააკეთა განცხადება, რომ არსებობს რამდენიმე სატელევიზიო არხი, რომელიც მტრულადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ. ვენეციაში თქვა, ვენეციის კომისიის დიდი სხდომა იყო, სადაც გამოვიდა და თქვა, რომ საზიზღარი ქართული მედია 2005 წლის განცხადება ვიპოვე, თუ კი ვინმე გაბედა რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება მედიაზე, ჩემზე მეტი მტერი მას არ ეყოლება, ეს არის პირადად ჩემს პრეროგატივებზე, იდეალებზე და ავტორიტეტზე თავდასხმა და ყველაზე საინტერესო ალბათ არის ეს განცხადება შესაძლოა ყველას ახსოვს, მისი ფორმულა, თუ რა ითვლება თავისუფალი და ობიექტური მედიის კრიტერიუმი, მისებური თქვა დამოკიდებულება, თუ ვარ მე გუგავა, კუკავა, ნებისმიერი სხვა და დამესიზრა რაღაცა და დილოს ფიქრობ, რომ საღამოდე მე გუგავა მოსახლეობას ესაზრი უნდა გავაგებინო, რამდენ კაცს ეცოდინება საქართველოში გუგავას სიზმარი, მინიმუმ ნახევარს მოსახლეობის, ვინც ტელევიზორს უყურებს. როცა ტელევიზიიდან ყვებია, რომ ჩვენ არა გვაქვს თავისუფლება, ოღონდ ამას გვიყვება 3 საათი ტელევიზორში, ეს უკვე სასაცილოა. ანუ მე არ ვფიქრობ, რომ პრობლემაა ქვეყანაში, რომ კუკავა, გუგავა ახერხებს თავისი სათქმელის მიტანა საზოგადოებამდე. მე მგონი რაღაც ფორმებით გუგავა და კუკავა ამას ახერხებენ და ვთქვათ სხვა პოლიტიკოსები. მე უფრო ვფიქრობ, რომ კონკრეტულ მედია საშუალებებში, რომლებიც უფრო ჩანან, უფრო დიდი აუდიტორია ჰყავთ, არის სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემა და არა ისმის თუ არა იმ ეთერებში კუკავას და გუგავას ხმა. არსებობს კვლევა კი არა დააკვირდნენ, მე მგონი როგორ ხდება ძირითადი საინფორმაციო გამოშვებების ვერსტკა, ანუ რა პრიორიტეტი ენიჭება სიუჟეტებს. აღმოჩნდა, რომ რუსთავიორზე პირველ არხზე და იმედზე ერთნაირი ვერსტკა ახალი ამბების და პირველი 40 წუთი ნახევარი საათი ეთმობა სააკაშვილის პროპაგანდას. ანუ ის ახალი ამბავი არ არის, რომ როცა სააკაშვილი გამოდის და იძახის, რომ 15 წლის შემდეგ, ან 10 წლის შემდეგ სვანეთში იქნება რაღაც კარგი, ამას რა უნდა დაუპირისპიროს მეორე მხარემ, თუნდაც ეს ტელევიზიები პირდაპირ არა, მაგრამ საზოგადოებისთვის ასოცირდებიან ხელისუფლებასთან. ეხლა უნდა გაიხსნას ტელევიზია, რომელიც იქნება ასოცირებული და დაკავშირებული უკვე პირდაპირ ივანიშვილთან. იმიტომ რომ ეს არის სწორედ გამოსავალი. როგორი უნდა იყოს ეს ტელევიზია შალ, ანუ რა უნდა დაუპირისპიროს არსებულ ნაციონალურ არხებს ივანიშვილის ტელევიზიამ? კონტრპროპაგანდა თუ ობიექტური ინფორმაცია? მე ძირითადად მე ვინაიდან თქვა ნიუსიდან მოვდივარ და ვარ რეპორტიორი, ძირითადად საინფორმაციო გამოშვებებზე ობიექტურობა რას ნიშნავს? თუმცა ხვდები რომ საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს ახალი ამბები, ფაქტები და თქვა რეალობა. ზოგადად მე ვილაპარაკე ჟურნალისტიკა არსებობს ორი დონის. ერთი არის მომიტევეთ, მაგრამ შედარებით იოლად საკეთებელი ჟურნალისტიკა, თუმცა ესეთ მძიმე შრომა, როდესაც რეპორტიორი მიდის და პირუთვნად იღებს, აქ ყველა წესი, რომელიც ჩვენ ვიცით, რომელსაც მე ხშირად ვაქილიქებ, მისაღებია, ანუ ბალანსი, ორ წყაროზე დაყრდნობილი ინფორმაცია, საპირისპირო აზრების ჩვენება, ექსპერტის ჩვენება, საკუთარი აზრის მოსაზრების ართქმა ჟურნალისტის მიერ, ეს არის ანბანი. ეხლა ამაზე არ დავთ. მაგრამ არის უფრო მაღალი კლასის ჟურნალისტიკა, როდესაც ადამიანებს აქვთ იმის უფლება, რომ საკუთარი მოსაზრებები, სუბიექტური მოსაზრებები ილაპარაკონ და ამ მოსაზრებებს ყავს მუშტარი. ანუ შენ ვიღაც კი არა ხარ N პიროვნება, რომელსაც გიცხოვრია, რომელსაც გაგიკეთებია რაღაცები და ხალხი შენ გისმენს. ეხლა რაც შეეხება ივანიშვილის ტელევიზიას და ზოგადად მდიდარი ხალხის მიერ გაკეთებულ ტელევიზიებს. ან მე მუშაობდი ერთი მდიდარი კაცის მიერ გაკეთებულ ტელევიზიაში. ალტერნატიულ ტელევიზიებს, ხელისუფლების ალტერნატიულ ტელევიზიებს.
მე მგონი რაც მეტ ჯგუფს ექნება ტელევიზია, რაც მეტ ბიზნეს ჯგუფს, რაც მეტ პოლიტიკურ ჯგუფს ექნება ტელევიზია, მით უფრო კარგია. ცუდია რომ მხოლოდ ერთი ხმა გვესმის, როცა იქნება 5, 6, 7 ხმა, მაყურებელი უკვე კომპეტენტური მაყურებელი თვითონ გაარჩევს. მოსდროს ეს არხი აქედან იღებს ინფორმაციას, არ უნდა მას სხვაგან გადამოწმება, ღმერთმა შეარგოს. მე პირადად რომ იყოს 5, 6 ტელევიზია და რომ ვიყო მომხმარებელი ინფორმაციისა, გადავთავ 5, 6 არხზე და ჩემთვის საინტერესო გადაცემას უყურებ და დასკვნებსაც გამოვიდა. გასაგებია, შალვა, მე მინდა გითხრა, რომ მე არა ვარ თეორეტიკოსი, ძირითადად საკუთარი გამოცდილები დამსჯელობ. მე მუშაობდი 5 წელი იმედში, ვიყავი რეპორტიორი, რომელიც ყოველ დღე ვაშუქებდი, ვთქვათ, ახალ ამბებს და გარკვეულწილად რაღაც, ასე ვთქვათ, დონეს ვიმაღლებდი და მივდიოდი იმ სტანდარტამდე, შესაძლოა მივდიოდი, ან ვერ მივდიოდი, ასე ვთქვათ, სხვისი შესაძლებელია მაყურებლის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც დონემდე მივდიოდი, როდესაც შესაძლოა მე მექნებოდა პრეტენზია პროფესიონალიზმზე. უბრალოდ აღარ არსებობს ის ტელევიზია ისეთი, რომელშიც მე მუშაობდი, ანუ მე არ მომეცა, ვთქვათ, გაზრდის და პროფესიონალად ჩამოყალიბების საშუალება რეპორტიორად ჩამოყალიბების საშუალება, ვინაიდან ის ტელევიზია აღარ არსებობს. ანუ, როდესაც პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე საუბრობს პრეზიდენტი, მე საკუთარ მაგალითს ვუპირისპირებ ამ ზოგადად მედიაზე არა ხმა ამოსაღების საკაშოს, იმიტომ რომ რაც იმედში გააკეთა მაგან და რაც ჩაიდინეს, ხო, იქ მისმა შეგზავნილმა ადამიანებმა, იქ ყოველგვარ ზღვარს ამიტომ მოუწია გადადგომა და უბრალოდ ირონიის ღირსია, როცა სააკაშვილი ლაპარაკობს მედიაზე. მე ასევე ჯონ ბასის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ამჯერად ისევ ის ელჩია ციტატა ვიპოვე, რომელიც ძალიან საინტერესოა, ის ქართულ ჟურნალისტებს მიმართავს. თქვენი მოვალეობა დამისვათ წავე კითხვები, რომ თავი არაკომფორტულად ვიგრძნო, ჩემ თავს ვამჩნევ და ვიცი რომ ველი და მინდა ისეთი კითხვები, რომელზეც ვიფიქრებ. ქართული ჟურნალისტები ასე არ იქცევიან, ორი მიზეზი შეიძლება იყოს. ან ჟურნალისტები არ უხმავდებიან თემას, რაც მაეჭვებს, ამ წავე კითხვის დროს თავს უსაფრთხოდ ან კომფორტულად არ გრძნობენ. ეს კი ძალიან მადარდებს, მოგიწოდებ დამისვათ წავე კითხვები. შენს აზრით ვთქვათ რა იგულისხმება ამაში, მასაც აქვს მინიშნება პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე თუ მედია გარემოს ჯონ ბასთან შეიძლება უამრავი შეკითხვის დასმა, დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვით, რომ ნუ თუ ვერ ხვდება ჯონ ბასი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი, რომ ხშირ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ბრმა მხარდაჭერა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ამერიკის პოზიციებს აზუსტებს და აქ უამრავი მაგალითის მოყანა შეიძლება 26 მაისთან დაკავშირებით განცხადება და მხარდაჭერა ვისი მხრიდან? ელჩის მხრიდან, ხო და არა მარტო ელჩის, არამედ ბევრი ოფიციალური პირის მიმართ, რომელიც ბრმად უჭერს ხშირად ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მხარს სააკაშვილს, მხოლოდ სააკაშვილს. ეს ბუნებრივია მოსახლეობის ნაწილში იწვევს ანტიამერიკულ განწყობებს, ეს ცხადია, ხო? ეს არავისთვის საკამათო არ უნდა იყოს, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ აი თქვენი ამერიკა 26 მაისი გაამართლა. მე არ ვთვლი ასე, მაგრამ გაუფრთხილებელი იყო განცხადების ინტონაცია. ჯონ ბასთან უამრავი სხვა შეკითხვაც არსებობს, მაგრამ სად დაუსვათ? კი ბატონო, აი მაგალითად ახლა პირდაპირ ეთერით შეიძლება შევთავაზობას მოსვლათ ან ჩვენს გადაცემაში, ან ნებისმიერ სხვა გადაცემაში. არ არსებობს ანუ არიან საქართველოს ჟურნალისტები, რომლებიც წავე შეკითხვას არ შეხვედრია ზე ჟურნალისტებს. არ ხდება, კი. არსებობს უამრავი, არ არსებობს ბევრი ასეთი მოედანი, სადაც შეიძლება ჯონ ბასთან მიხვიდე და პაექრობაში გამოიწვია, ან წავე შეკითხვები დაუცვა და სწორედ ამით არის გამპირებული ის, რომ ის ამაზე დარდობს. გასაგებია, ამერიკელმა მილიარდერმა შელდონ ადელსონმა შესაძლოა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის გინგრიჩის საარჩევნო კამპანია $100 მილიონი დააფინანსოს. 25 მილიარდ დოლარადაა შეფასებული მისი ქონება, მაგრამ არ ამგონია, ვთქვათ, ეს რაიმე კანონით იყოს ამერიკაში შეზღუდული, თუმცა იმ კანონის მხარდამჭერები, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი იგულისხმება, აცხადებენ, რომ ამერიკა სულ სხვა ქვეყანა, სხვა ფინანსებით, სხვა ბიუჯეტით და იქ 25 მილიარდის პატრონმა შესაძლოა ისეთი გავლენა ვერ მოახდინოს იქაურ გარემოზე, როგორც ეს შეუძლია ივანიშვილმა მოახდინოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე. პრინციპზეა საქმე და არა. იგულისხმება კანონი და არა, აქ პრინციპზეა საქმე, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის ასეთი დრაკონული შეზღუდვები. აბსურდამდე მივიდა, რომ არა მარტო პოლიტიკურ სუბიექტს ეკრძალება რაღაც საქმიანობის განხორციელება, არამედ სრულად ბუნდოვან ვიღაცას პოლიტიკურ სუბიექტთან დაკავშირებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს და აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველიც დგას საფრთხის წინაშე და შესაძლოა, ასე ვთქვათ, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი დაემოქროს. მაგალითად, გუშინ ერთ-ერთი პოლიტიკოსი საუბრობდა
რადიო ეთერში ვუსმენდი თუ მაგალითად ქართულ ოცნებაში ან ან ქართულში თქვა საქველმოქმედო ფონდში მიდიოდნენ ადამიანები ოპერაციის თხოვნით და ასე შემდეგ და ყველა ესეთი მიმართვა შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ დადგესო ამაზე იყო საუბარი ანუ გრძელდება კამპანია ეს შენ გეხება რომლის მიზანია რომ გარკვეული შესწორებები იქნას ამ კანონში შეტანილი და პავლე კუბლაშვილმა თქვა რომ მომავალ კვირას შეხვდებიან პარლამენტის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკანონმდებლო ინიციატივებს ამერიკელებმა უთხრეს ჩვენს ხელისუფლებას უთხრათ ჩვენს ხელისუფლებას რომ ესე არ შეიძლება და რაღაც დაკონკრეტდეს ეს კანონი გასაგებია გიგაბოკერიას ციტატას მოვიყვან ამ კანონთან დაკავშირებით ერთ-ერთ ტელეეთერში თქვა თუ რომელიმე პირს უნდა მოიზიდოს ფული არასამთავრობოების მეშვეობით ეს იქნება დარღვევა და ესეთ რეგულირებები არსებობს ევროკავშირში და დიდი ფულის დისპროპორციული გავლენა პოლიტიკაზე უნდა იყოს შეზღუდული ანუ ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობა ამბობს ამას ხო გიგაბოკერია ხო ნუ ძალიან სასაცილოა კარგით, მოდით გადავიდეთ სხვა თემაზე. დავით ბაქრაძის Facebook-ის ოფიციალური გვერდის ლაიქების მაჩვენებელი 10,000-ით გაიზარდა ბოლო 3 კვირის განმავლობაში და ნეტგაზეტმა გაარკვია რა იყო ამის მიზეზი. წაიკითხე მე ჩვენს მაყურებელს და მსმენელს რადიო მაესტროს მსმენელს მინდა გავაცნო როგორც გაირკვა ვირტუალური თამაშის არჩევნების აპლიკაციის დამატებას უკავშირდება ეს ბაქრაძის გვერდის მოწონებას თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან ითხოვდნენ ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლემ ნეტგაზეტს უთხრა რომ 2 კვირის წინ მთელი მისი სკოლა ინფორმატიკის ოთახში ჩაიყვანეს და უთხრეს რომ პარლამენტის თავმჯდომარის გვერდზე არსებული აპლიკაცია არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოთ ხოლო ამისთვის საჭირო იყო რომ ეს გვერდი დაელაიქებინათ და სწორედ ამან გამოიწვია ბაქრაძის გვერდის 10,000-ით გაზრდა ლაიქების რაოდენობის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ლაიქებს კიდევ ერთ ინფორმაციას გაგაცნობ მანდე ვიტყვი რომ პარლამენტის პარლამენტის პრესამსახურის ხელმძღვანელმა უარყო მათი კავშირი ვთქვათ ამ სკოლაში მისვლასთან დაკავშირებით და იტყვიან რომ ეს არის მასწავლებლის პირადი ინიციატივა შალვა რომელი პოლიტიკოსის გვერდი გაქვს დალაიქებული Facebook-ს არც ერთის ბიძინა ივანიშვილის გვერდი მაქვს დალაიქებული ეს არც ერთში გადის არა არც ერთის გარდა ბიძინა ივანიშვილის კარგით ამ დროისთვის 62,000-ზე მეტი ლაიქი აქვს ჩემინებით გავაკეთე დავით ბაქრაძეს აქვს 62,000-ზე მეტი ლაიქი მიხეილ სააკაშვილს 65,000-ზე მეტი ბიძინა ივანიშვილს 86,000-ზე მეტი ხო მოდით დავიწყოთ იმით რომ ეს ლაიქების შეჯიბრება ცოტა კომიკურია შენ გვერდს ალაიქებ ხშირად არა იმიტომ რომ მოგწონს ესათვის პოლიტიკოსი არამედ რომ იქ მოგივიდეს ამ გვერდის განახლებები ხო ესეა თუ არ დაალაიქე შეიძლება რაღაცები ვერ ნახო რაღაც განახლებები არ მოგივიდეს ეგ ერთი ამის მიუხედავად მე რამდენჯერმე თავი შემიკავებია პოლიტიკოსის დალაიქებისგან თუმცა მის გვერდზე ხშირად შევდივარ თქვა და ამ ხო მე არ მაქვს ეს კომპლექსი არა მაქვს ეს კომპლექსი ვაჟთან დაკავშირებით იცი შენ მეორე ის რომ არის რომ კომუნისტების დროს ხო გისწავლია შენ და გახსოვს კარგად რომ რაღაც გარკვეული სახის ლიტერატურას ძალით გვაჩეჩებდნენ, აბონემენტებს გვაჩეჩებდნენ ძალით და იყო ესეთი სისტემა სკოლაში, როდესაც ძალით რაღაც გარკვეული სადამსჯელო ღონისძიებების შიშით რაღაცებს ყიდულობდით ჩვენ და ჩვენი მშობლები უბრალოდ რაღაც ჩვენ. დაახლოებით იგივეა, აი ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ჩვენ სკოლაში ბრუნდება რაღაც საბჭოური ელემენტები. გასაგებია. მე მინდა სალომე ზურაბიშვილის კომენტარი წაგიკითხო, რომელიც სოციალურ ქსელიდან ამოვიღე და ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი ინფორმაციები ხოთ სააგენტოზე დაყრდნობით არ იყოს, ეს საინტერესოა. ჩვენ გუშინ არ გვისაუბრია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტზე თავდასხმის შესახებ. სალომე ზურაბიშვილი წერს სოციალურ ქსელში. ეგრეთ წოდებული აფხაზეთის რესპუბლიკის ამქვავს მოუწყოს მე რამდენი ტერაქტი და ჯიევა საავადმყოფო ციხეში დაკავებულია ამოვლენებზე სიჩუმეა სრული საქართველოს ხელისუფლებას თუ ოპოზიციას ნუ თუ არაფერი სათქმელი არ აქვს ნუ თუ არ უნდა დავგმოთ არც ერთიც და არც მეორეც და არ უნდა ვფიქრობდეთ ხვალინდელ დღეს და ნაკლებს ვლაპარაკობდეთ რეინტეგრაციას და გამთლიანებაზე ანუ მას აქვს ის ფიქრობს რომ ამის შესახებ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც უნდა რეაქცია ჩვენ თვლით რომ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორია და სამართლიანად დასწრით იქ განვითარებულ ყველა მოვლენაზე ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ოფიციალური პოზიცია. მე ესე მგონია.
კარგით, ოცნებები მხოლოდ ქართულ პოლიტიკოსებს არ აქვს. დღეს გაირკვა, რომ პუტინსაც აქვს ოცნება, რომ ყველა ადამიანი თანაბრად ცხოვრობდეს და ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი. მისი მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა, სადაც იმღერა ასტუდიოს სოლისტმა ქეთა თოფურიამ და შემდეგ ერთ-ერთმა სააგენტომ ჩაწერა ქეთა თოფურიას კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, მე მაჭმევს და მასმევს რუსეთი, ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს. უყურებ YouTube-ზე მაინც, იმიტომ რომ მოკლებული ვართ ამ სიამოვნებას. რუსულ საინფორმაციო გამოშვებას, რუსული არხების საინფორმაციო გამოშვებას და ток-შოუებს. უფრო ток-შოუებს. მე მინდა გითხრათ, რომ იქ ეთერი არის გახსნილი და ყველას აჩვენებენ. ნავალნის არაჩვენებენ. პროხოროვს აჩვენებენ, სხვადასხვა მისი დაცვნახე ირინა პროხოროვა, რომელიც ნიკიტა მიხალკოვთან ერთად იჯდა დებატებზე და საკმაოდ კარგად გაეკრობდა. და რუსეთში ეთერი გაიხსნა. რუსეთში ცენტრალური არხების ეთერი გაიხსნა, იქ არის ток-შოუები, იქ არის წავე დებატები, იქ რუსეთის მოქმედ პრემიერზე ცუდ რაღაცებსაც ამბობენ, ხოლო არაჩვენებენ არაორდინალურ ექსტრავაგანტულ მარტს რუსეთში არის არჩევნები. შესაძლოა არჩევნების წინ ცენტრალურ არხებზე, ეგრეთ წოდებულ ნაციონალურ მაუწყებლებზე, რომელსაც ძალიან დიდი აუდიტორია უყურებს, შესაძლოა იყოს ток-შოუები. აქაც. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ეს უნდა დაიწყოს ალბათ სადაც სექტემბერში, ხო? მაისში ამბობენ, ხო? თუ როგორ? ток-შოუები? როგორ არის, როდის არის ახმები დადის? როგორც წესი, სატელევიზიო ეთერის განახლება სექტემბრისთვის ხდება ხოლმე საქართველოში, შესაძლოა ამას დაემთხვას. ჩვენ სტუმარი უკვე მოსულია, ჩვენ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და მოусმენთ გია მაისაშვილის სუბიექტურ ასს. გია მაისაშვილი ამდენი ხანი არ გამოჩენილა არც სატელევიზიო ეთერში. ძალიან საინტერესო იქნება მისი მოსმენა ამა თუ იმ საკითხზე. ეთერში ვარ ძვირფასო ტელემაყურებლო გია მაისაშვილი მობრძანდა რო შემოვიდა სტუდიაში გია თქვა რომ кайხანი არ მინახე ხარ რომ წლების წინ ნახეთ ერთმანეთი და შემდეგ შენ ინგლისში წახვედი მე ციხეში აი ესეთია ჩვენი ვიბრძოდით შენს განსათავისუფლებლად ხო გამოვედი მე მაგას რა ჯობია გია მოდი ვილაპარაკოთ შენ ყოველთვის მაინტერესებდი მე როგორც ეკონომიკის სერიოზული მცოდნე ექსპერტი გაცვეთილია საქართველოს ეს სიტყვა და მე მომბოზე ექსპერტს არ დაგიწევ არ პატეშტუნდე დამებ რომ არ მიწოდებ არა ექსპერტი არა ხარ მცოდნე თან პრაქტიკოსი მცოდნე რომელსაც ფული უკეთებია საქმე უკეთებია და იცის როგორ არის ეს ბიზნესი აწყობილი დასავლეთში ბიზნე ივანიშვილის ფიგურა ბევრს არის წინააღმდეგობით ახსავსე ჩვენ ვიცით რომ ის არის ქვემოქმედი და ვიცით რომ ის არის ძალიან დიდარი კაცი და ბევრი ფული იშოვა მან ეს არ იყო პრობლემა სანამ ის ხელისუფლებაში მოვიდოდა სანამ მიყივა სანამ ოპოზიციაში პოლიტიკაში ახლა აღმოჩნდა რომ მას რუსეთში აქვს ფული ნაშოვნი მოდი გავაკეთოთ ანალიზი რა არის ეს ფენომენი რუსეთში იშოვა კაცმა ფულიო და ასე შემდეგ რასთან აქვს საქმე ბიზნეს იმაშვილის სახით რა წრი არის ეს ადამიანების და ვინ არიან წარმატებულები რო არიან ვიცი და შენ წარმატებული ადამიანების სპეციალისტი ხარ რასთან შეიძლება გქონდეს საქმე საინტერესო ფენომენია შალვა და ესეთი ტენდენციაც კი არა როდესაც ადამიანი ბიზნესში წარმატებული არის მე გადახედავს და გადმოხედავს თავის შესაძლებლობებს და ამბობს რომ აი მე წარმატებული ვარ რაღაცის საქმის კეთება შემიძლია ანუ ბიზნესში წარმატება ნიშნავს ინგლისური სიტყვა I can make things happen ანუ მოვლენებს შევქმნი საქმის გამკეთებელი ვარ და როდესაც ხედავ რომ შენ სირგვლივ გარემო არის ესეთი დამყაყებული რომ შენისთან ადამიანების გამომჩეკი და დამფრთიანებელი არ არის ეს გარემო გიჩნდება სურვილი რომ უკვე ამ გარემოს გამოსწორებაზე და გარემოს შეცვლაზე იფიქრო და მე ასე მგონია რომ ბიძინა ივანიშვილის ამ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ ესე მჯეროდეს. ამით განპირობებული და არა იმით რომ მას მიაყენეს კუთხეში და სხვა შანსი არ დაუტოვეს და ასე შემდეგ. ეს იქნებოდა ცუდი ვარიანტი ჩვენთვის. მაინც კარგია ამ ხელა პიროვნების გამოსვლა და პოლიტიკური პროცესის დახურული
პოლიტიკური პროცესის გახსნა და შემდეგ უკვე შეჯიბრი დაიწყება და მართლაც ის მერიტოკრატია, რაზეც სააკაშვილი ამბობს, მაგრამ ქმნის ელიტურ გარემოს. ჩვენ გვინდა ის მერიტოკრატია, რაც შესაძლებლობების საზოგადოებას ნიშნავს. ნიჭიერთა მმართველობა არა მარტო, ნიჭიერთა მმართველობა და ყველასთვის შესაძლებლობა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში გარკვეული მაქსიმუმის მიღწევა. ეს არის მერიტოკრატია, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა ელიტიზმი. ანუ რამოდენიმე არც თუ შემძლებელი ადამიანის მხოლოდ პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით მე ასე ვიტყოდი, რომ თავარი არის ქვეყანაში, მე ყოველთვის ასე პრაგმატულად ვუდგები. სამართლიანობა მსგავსი რაღაცეები არის მომიტევეთ ძალიან დიდი ბოდიში, რა თქმა უნდა არის მაინც რელატიური, იმიტომ რომ რამდენი ადამიანიც არის, იმდენი მოსაზრებაა სიკეთეზე და ბოროტებაზე, ეს მეტაფიზიკური ცნებებია. თავარი არის ის წესი, რომლის მიხედვითაც სოციალურ საფეხურზე მაღლა არის ადამიანი. თუ ეს არის მისი გაკეთებული საქმე, ის თუ რა დივიდენდი მოაქვს მას დამქირავებლის და მე თვითონაც ხდება დამქირავებელი, რას აკეთებს, როგორ წარმოდებული, ეს კარგია. მაგრამ როდესაც არის მხოლოდ პოლიტიკური ლოიალობა, ეს არის ძალიან ცუდი და ეს ქვეყანა გვაქვს ჩვენ. შალვა მაგას ქვია, ამერიკაში ამას ეძახიან earned success, ანუ გამომუშავებული წარმატება, მიღწეული, დამსახურებული წარმატება, ანუ შენი სოციალური მობილურობა ამ იერარქიაზე ასვლა, წარმატების იერარქიაზე ასვლა, არა შენი პატრონის არა შენი პოლიტიკური პროტეჟეს დამსახურების გარეშე ვერ ხდებიან? დამსახურების გარეშე ხდებიან? აი მიღწე ამერიკაში დაუშვათ და საქართველოში. პატრონობა, პროტეჟეობა ყველგან არის, მაგრამ იქ იმდენად ფართო საზოგადოება, შესაძლებლობის საზოგადოება, რომ ჩვეულებრივი ადამიანი, აი ავიღოთ ბარაკ ობამას მაგალითი და ჩემი პოლიტიკური გმირის, ასე ვთქვათ, ბილ კლინტონის მაგალითი. კაცი მოვიდა დედა, მამა გაყრილი დედის ოჯახიდან მოსული ადამიანი, რომელსაც არანაირი პატრონი არ ჰყავდა და ეკონომიკურად შემძლე, ხო? რასაკურველია, გაჭირვებული, შეჭირვებული ოჯახის შვილმა თავისი პირადი დამსახურებით მოიპოვა ეს წარმატება. ესეთი საზოგადოება, მერიტოკრატია, ესეთი საზოგადოება გვინდა და ესეთი საზოგადოება შეიქმნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში არის თავისუფალი ადამიანები, შალვა. და ჩვენ გვინდა რომ ეს ეხა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე იმაზე კი არ იყოს, რომ მან გაიმარჯვოს და დაამარცხოს მიხეილ სააკაშვილი, ჩვენ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის განსხვავება ეს პიროვნული ან ერთი მოგწონს და მეორე არა, ამის გამო კი არ გვინდა. ჩვენ გვინდა რომ შესაძლებლობები შექმნას იმისა, რომ შენ მოგწონს თუ არ მოგწონს ხელისუფლება და მთავრობა, შენ შეგეძლოს შენი ნიჭიერების, შენი კრეატიულობის გამოყენება. მიუხედავად იმისა, შენ ხელისუფალს მოსწონ ხარ თუ არ მოსწონ ხარ. ესეთი ადამიანები, ესეთი საზოგადოება გვინდა. თუ ესეთი საზოგადოება შევქმნით, მაშინ ჩვენს მომავალს ვერაფერი ვეღარ დაემუქრება. სახელმწიფო ელიტაში, საქართველოს მთავრობაში თავმსახურებლად ხდებიან ადამიანები, ანუ არ გეგულება თქვენ არც ერთი ისეთი ადამიანი, რომელზეც ეს ამერიკული ოცნება, ვთქვათ, ერგებოდეს ეს ფორმულა, რომ მათ მიაღწიეს დიდარი ოჯახიდან და ასე შემდეგ. პირდაპირ რომ მიხეილ სააკაშვილი თლად პროტეჟეობით არ არის იქ მოხვედრილი, მას ჰქონდა განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ეს თვისება, რომ ყველა ფერი გამოეყენება იმისთვის, რომ ამ ტრამპლინზე ამხდარიყო და იმ პერიოდში თქვენ ასოცირდებოდით. მერაბიშვილი არის პროვინციიდან, ძალიან ბევრი ადამიანი არის ზუსტად ერთი შეხედვით ისეთი გარემოდან, სადაც წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. მაგრამ მე ვიცახი, რომ შემდეგ შექმნეს მათ ისეთი ქვეყანა. შალვა, შენც კარგად იცნობ მის ბუნებას და მეც და ეს იცი რომ ეს მართლა მოწონს ეს უცხოეთში განათლება მიღებული ადამიანი რაღაც ეს გარეგნული ეფექტის მომქმენი ის პროვინციელია და აი რა შესაძლებლობა მოეცი ეს ეკონომიკის მინისტრი რომელსაც გაგონდევნილი გოგონა რომელიც ჩავიდა შინაარსიანად არ არის ეს მერიტოკრატიის მომხრე ანუ სულიერად თავისი შინაგანი ინტუიციით, თავისი ფილოსოფიით არ არის მომხრე. ეს არის რაღაცა თვითონ ეს ფაქტი მოწონს, გარეგნული ფაქტი. თორე შინაარსით ეს ამის გამტარებელი არ არის, თორე 9 წლის მანძილზე გაატარებდა. ეს თქვენ ახლა ეკონომიკის მინისტრია ახსენეთ. ეკონომიკა არის ფაქტიურად ეს ქვეყანა აშენდება ან დაინგრევა ეკონომიკაზე. ყველაზე მთავარი პრიორიტეტი არის ეს. ყველა სხვა პრიორიტეტი ქვეყნის მთლიანობის დაბრუნება, ქვეყნის მომავლის ჩვენი ახალი თაობისთვის მომავლის უზრუნველყოფა და ასე შემდეგ, ყველაფერი გადის ეკონომიკაზე. როდესაც ესეთი მთავარი
ფრონტია ეკონომიკა და მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ფრონტის ხაზი არ არის საბრძოლო ტანკების ეკონომიკაზე ეხლა იგებენ 21 საუკუნეში ის ერები არიან წარმატებულნი ვინც იგებენ ეკონომიკის ომს ანუ ეკონომიკის გენერლების არის მომავალი და არა სამხედრო გენერლების და ჩვენ წარმოვიდგინეთ ხალხ ეკონომიკის გენერლები ქვეყანაში ამ გოგონაზე კი არა მაქვს ლაპარაკი ხა 28 წლის გოგონას რომელსაც არანაირი წინა გამოცდილება ბიოგრაფია არ აქვს ფაქტიურად სახელმწიფო მშენებლობის ეკონომიკური პოლიტიკაზე ფიქრისაც კი და არანაირი ხელშესახები ინგლისელები კიდე გავმეორებ იმ ამერიკულ სიტყვას რასაც ხელისუფლება კარგი არანაირი track record ანუ არანაირი წინა თანაწერი მის ბიოგრაფიაში არ არსებობს როდესაც ნიშნავ შენ ეკონომიკის მინისტრად შენ ფაქტიურად არ მითქვა ცუდი სიტყვა არ მითქვა ეხლა 28 წლის რა ქვია ესე გოგოს ვერა კობალია უკაცრავად და ნაშას ნიშნავ ეკონომიკის მინისტრად აი უკაცრავად ამ სიტყვისათვის არა იმის გამო რომ ქალი ქალზე და კაცზე არ არის აქ საქმე აქ არის ლაპარაკი უბრალოდ დამოკიდებულებაზე ეკონომიკა არის მთავარი და შენ ნიშნავს ადამიანს ეკონომიკის საჭიროებელს ისეც რომელსაც წარსული არანაირი გამოცდილება ამ საქმეში არ აქვს ეს იმას ნიშნავს რომ შენ შეურაცხყოფას აყენებ თელ საზოგადოებას რა ნიშნით მოდიან აბა ხელისუფლებაში ადამიანები დღეს ეხა შალომ უკეთესად იცის რა ნიშნით მოდიან არ ვიცი თქვენ არ იცნობთ ქართულ ჩვენ მქონდა შეხვედრა კი არა როდესაც ეს ჩვენ შორის მოხდა ურთიერთობის დაძაბულობა და მე ვთქვი რომ მე ამისთან ურთიერთობაში ამასთან არანაირი საქმე არ მქონდა ხო მე მითხრა რომ შენ თუ ჩემთან აღარ იქნები, ჩემთან თუ არ იქნები, აი მთელი შენი შესაძლებლობების მიუხედავად, შენ საქართველოში სანამ მე ვიქნები ხელისუფლებაში, არაფრის გაკეთების შესაძლებლობას არ მოგცემ. აი ყველა შენი შესაძლებლობების მიუხედავად. არა და მე გამეცინა, შენი ტელეფონი მოსმენილი იქნება, შენთან ადამიანები ვერ ურთიერთობენ. ჩვენ სკოლას ვერ დაასწრებთ, როდესაც თქვენ ზუსტად ესე მითხრა, მე გამეცინა, მაშინ ჯერ პრეზიდენტიც არ იყო. და ამაზე გამეცინა და ეხლა ხვდები რომ თურმე სწორი ყოფილა ეს კაცი ზუსტად აღასრულა და მე მინდა ეხლა რომ ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილის ესეთი წარმოჩენაზეა ლაპარაკი და ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ისეთი გარემო სადაც პრეზიდენტს არ იყოს იმ პოზიციაზე და მისი გუნდი არ იქნება არამედ ფაქტო შესაძლებლობა სხვებისთვის და კიდე სიმდიდრეზე ლაპარაკობდი შალვა აქ იმაზე კი არა აქვს მნიშვნელობა ზოგიერთი მდიდარი ადამიანს შეუძლია იდენტურობა მოახდინოს დანარჩენ საზოგადოებაზე ზოგიერთს არა აი ესეთ ადამიანს რომელსაც გაჭირვება აქვს გამოვლილი რომელმაც იცის self-made ადამიანმა აი ზუსტად თვითონ რაც თქვი აი ხა დამსახურებული წარმატების მქონეს თვითონ გამომუშავებული წარმატება არ არის self-made ამ კონტექსტში ვერ გამოვიყვანთ რასაკვირველია მას აქვს ეს უზარმაზარი ნიჭი ენერგია ფინანსური რესურსების დაგროვება მას ყავდა ჯერ ერთი პატრონი ბიძის სახით მე ჟვანიას სახით მე შევარდნაძის სახით ის არ მოსულა გარედან თავისი დამსახურებით ის მიიყვანეს იმ გარემოში სადაც მართალია სხვა საჯობა მაგრამ იმ გარემოში იმ მოედანზე მისვლაზეა ლაპარაკი შენ შეიძლება იყო პელე მაგრამ მოედანზე თამაშობდნენ ჩელებაძისნაირი პეტროსიანების და ჩიხურაში ვერ ითამაშეს ვიღაცების მსგავსი ადამიანები და მოედანზე არ გათამაშონ და თქვა რომ შენ პელე ხარ და ჩვენ შენ რო შემოგიყვანოთ მოედანზე დავიჩაგრებით აქ და ჯობია რომ ჩვენიანები ერთმანეთში ვთქვათ ვიტანჯოთ და ვითამაშოთ ისე ჩვენი კუთხური თამაში ვითამაშოთ ჩვენი რაღაცა ზესტაფონის პელე ვინ არის ამ შემთხვევაში ივანიშვილი არა დღეს ვინ არის პელე არის ყველა ის ადამიანი ვისაც აქვს პოტენცია და ვისაც პრეზიდენტი ეუბნება რომ შენ ჩემთან თუ არა ხარ არ მოგცემ საშუალებას თამაშის ანუ იმას ურჩევნი არ გამოიყვანოს თქვენ პელე გამოდიხართ ამ ლოგიკით ყველა პელეა ვისაც აქვს შესაძლებლობა გამარჯვების თავის სფეროში შეკითხვა მაქვს ესეთი აი ეს სისტემა რომელიც მიმაჩნია ჩემი თავი ჩემ სფეროში პელეთ შეკითხვა გავს ესეთი როდესაც ესეთ სისტემას დამაქვს საქმე როდესაც სოციალურ კიბეზე ადიან მხოლოდ პოლიტიკური ლოიალობის გამორცა თანამდებობებს გასცემენ არა კომპეტენციის არამედ მართლაც ერთგულების გამო ხარისხი თვითონ მართვის ძალაუნებურად ეცემა რას ფიქრობ ახლა მე რომ წარმოვიდგენო რომ საქართველოს არის კორპორაცია აი დავით ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე დიდი კორპორაცია და კორპორაციის მართველი ჯესეტიკ
არის ესეთი კორპორაციები ცოტაა, ხო? სადაც ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს. არის რა თქმა უნდა ცოტა, მაგრამ ძირითადად ეს არის საბოლოოდ კორპორაციის დასასრული არის კატასტროფა, როდესაც ერთი კოლექტივი რაც არ უნდა მაღალი დონის ადამიანი. კოლექტიური, აი მერდოკი მაგალითად მარტო მართავს და პრობლემები აქვს მას რა. და ნახეთ, 7 ჟურნალისტი მისი ციხეში აღმოჩნდა და მთელი დიდი სკანდალის და უცებ აი წარმოგიდგენთ ეს არის კორპორაცია, რომელსაც ადამიანი მარტო მართავს და თან თავის რაღაც დივიჟენების, განყოფილებების, კომპანიების მენეჯერებად ნიშნავს იმ ადამიანებს, რომელსაც მხოლოდ აქებენ. ეს ხომ არაუნებურად რაც არ უნდა ეცადოს ამ კორპორაციის კორპორაციას გამოიწვევს. საქართველოში როგორ არის? აუცილებლად გამოიწვევს და შერასაც ამბობ შალომ, ამას ქვია CEO disease, ანუ პრეზიდენტის CEO არის თანამდებობა, აღმასრულებელი დირექტორი, თავმჯდომარე ორგანიზაციის, ამის ავადმყოფობა ქვია ამას. როდესაც ესეთ თანამდებობას მიაღწევ, შენ გარკვეულწილად წარმატებას მიაღწევ, ეს წარმატება თავბრუს გახოს და გგონია, რომ შენ ხარ განსაკუთრებული ადამიანი. განსაკუთრებული შენ აღარ გჭირდება არავისგან არჩევა და არიგება, არც სხვისი აზრის გათვალისწინება და თან ის გარემო, რომელიც შენს ირგვლივ არის, გიქმნის გარკვეულწილად ბუფერულ ზონას. და გაწვდის იმ ინფორმაციას, რაც შენ გინდა რის ინფორმაციული შიმშილია, ხო? ინფორმაციული შიმშილია. ეს ყველა CEO-ს, ანუ ყველა პრეზიდენტის ეს არსებობს ეს ფენომენი? ეს ფენომენი, ეს მოვლენა, ყველა ეკონომიკურ სწავლებაში არსებობს. მართვის მენეჯმენტის ესე ქვია, მართვაში CEO disease და ეს ყველა CEO ჩამოყენებულმა ბრძენმა იცეს და ამიტომ როგორ უნდა ებრძოლო? უნდა ებრძოლო იმას, შენ უნდა გააცნობიერო, რომ შენ გინდა თუ არ გინდა ესეთი ვაკუუმი იქნება შენ შესახებ. როგორ უნდა გაარღვიო მაშინ ეს? ამიტომ შენ უნდა მოახერხო იმ ჯგუფის მიღმა გახვიდე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შენ გახვიდე. და ანუ შენ უნდა იყო აქტიური, შენ უნდა მოძებნო ეს ინფორმაცია, შენ უნდა დაელაპარაკო იმ ადამიანებს, თორე იმ ადამიანებს შენთან მოსვლა ხო არ შეუძლია. ეხლა ბიძინა ივანიშვილთან ან პრეზიდენტ სააკაშვილთან ხალხი ვერ მოხვდება თავისი თავისინებით და მოხვდება ისეთი ხალხი, ვისაც რაღაცა ხრიკების მეშვეობით შეუძლია ემასთან მისვლა. ანუ ისეთი ხალხია, რომელიც კარები რო დაუკეტო ფანჯრიდან შემოვა. ესეთი ხალხი ბევრი დიდი ღირებულების მომცემი არ არის, მაგრამ შენ გჭირდება ისეთი ადამიანები, კარები რო გაუღო, მაინც არ შემოვა და შენ უნდა გახვიდე იქ და შემოიყვანო. ანუ შენს ქმედებაზეა ეს დამოკიდებული. მაგალითად, მინდა გკითხოთ, როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა თქვათ გადაწყვიტა პოლიტიკაში შემოსვა, თქვენ თქვით, რომ როცა მილიარდი დოლარი ეძებს ლეგიტიმაციას, ეს არაჯანსაღი პროცესია. რა განსხვავებაა პატარკაციშვილის და ივანიშვილის ფინანსებს შორის? ანუ ის მილიონი დოლარი თუ არაჯანსაღი იყო, მილიარდი, ბევრი მილიარდი, ეს ბევრი მილიარდი, რატომ არის თქვათ ჯანსაღი პროცესი? მე უბრალოდ გაგახსენე. კი ბატონო, მე არ მინდა გახსენება ძალიან კარგად მახსოვს და შინაგანად გაორებული ვარ მე საკუთარ თავთან. დასამალე არაფერი არ არის, როდესაც პატარა ქვეყანაში უზარმაზარი რესურსის მქონე ადამიანი ერთპიროვნად წყვეტს ამდენ საქმეს და თქვენ ახლა ხედავთ მთელი რიგია, შალვამ ჩემზე კარგად იცის, რიგია მთელი ეს ქართველობა ჩამდგარი ის ხალხი, ვინც თქვათ ახლა ვისაც უნდა მასთან კარზე არაფერი არ გააჩნია, აგერ მეორე კარზე დგას რიგში, ხო? ეს შინაგანად ჩემთვის რაღაცა დამთრგუნველია და ეჭვებს ზრდის, მაგრამ მე მინდა რომ აი მისი წარსული, მისი უშუალობა მე ორჯერ შევხვდი ამ ადამიანს და საოცრად თბილი კაცია და ასე ვთქვათ, მე სიმართლე გითხრათ გაორებული ვარ, არ ვიცი. შეიძლება ის რაც მე თქვი ადრე პატარკაციშვილზე აქ ვრცელდებოდეს, მაგრამ მე მინდა დავიჯერო რომ აქ არ ვრცელდება, იმიტომ რომ ეს კაცი არ არის სხვა ქვეყნის მიღმა არსებული კლანების წარმომადგენელი, ჩემი აზრით. პატარკაციშვილის მიღმა იყო ბერეზოვსკები, ვიღაცა სხვა ლოიალობის არ მქონე ჯგუფები, რომლებიც საქართველოს ფაქტიურად თავის პატარა პოლიგონა და ასეთი კუდები არ აქვს, ასე ვთქვათ, მე მგონია რომ ივანიშვილს არ აქვს და აქედან გამომდინარე ნაკლები შიში მაქვს მის მიმართ, თუმცა კი შინაგანი გაორება სიმართლე მინდა ვთქვა მაქვს. თქვენ ორჯერ შეხვდით, რამე ფორმით აპირებთ თქვათ ამ პოლიტიკაში ჩართვას ან მის ორბიტაზე, ასე ვთქვათ, რაიმე ფუნქციის შესრულებას? ორჯერ შეხვდით და მე მივეცი ჩემი
სქემა ჩემეული ხედვა სტრატეგიისა როგორ უნდა აწყოს მან ურთიერთობა ბილ კლინტონის ორგანიზაციასთან როგორ უნდა მოხდეს იმ თანა მეგობრობაში სადაც ეს მილიარდელები იკრიბებიან და წყვეტენ კარგი გაგებით ქველმოქმედების მიცემას ახალგაზრდების დაწინაურებას მთელ რიგ ქვეყნებში აქაც რომ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლობა მომხდარიყო ჩვენ ვილაპარაკეთ ჩემს ეკონომიკურ მოდელზე 2013-დან 2025 წლამდე როგორ მოხდეს ერთსულ შემოსავალზე ეროვნული შემოსავლის ზრდა 5-ჯერ და როგორ იქცეს ქართული მოდელი ახალი თქვათ ქართულ საოცრებად თუ აქამდე სამხრეთ აღმოსავლური აზიის ქვეყნები იყვნენ Asian Tigers ასე თქვათ აზიული ვეფხვები როგორ შეიძლება თქვათ კავკასიური რაღაც საოცრება კავკასიური არწივი რაც გინდა ის დაარქვე ქართულ რეალობაში რა ნაბიჯები უნდა გადაიღოს ოღონდ არა სინგაპურიზაციის გზით ხო არა საკურველია არა სინგაპური და იყო ლაპარაკი იმისა რომ მისი გუნდი როგორ მომზადდეს კვალიფიციურად აი ამ პოლიტიკურ ეკონომიკურ ლიდერებად როგორ ჩამოყალიბდნენ თქვენ ლიდერთა სკოლის დაფუძნებელი ცხად თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით რომ მიხეილ სააკაშვილმა მოკლა კატეგორია პოლიტიკა როგორც ჩანს არ არის კუტარი ვინაიდან ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდეთ და ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი შეფასება მაგათად გიანოდია წერს რომ საპარლამენტო არჩევნები ეს იქნება ივანიშვილის სააკაშვილის ივანიშვილთან შედარება ბიოგრაფიების ომი ფინანსების ომი ანუ ძალიან ბევრი შედარება თქვენი აზრით თქვათ რა იქნება ეს არჩევნები ფაქტიურად ესეა ეხლა ჩვენ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით შალვასაც მეც და ბევრ სხვას თქვენს და ალბათ ბევრ ადამიანს გაგვიჩნდა იმედი მაგრამ რაღაცა დრო გადის და მხოლოდ იმედი არ კმარა თუ კი ეს იმედი არ ქმედებაში არ გადაიზარდა რაღაცა კონკრეტულ სტრატეგიაში და ქმედებაში ადამიანის ერთობაში და საზოგადოებისთვის ამის მიტანის ანუ არტიკულაცია უნდა მოვახდინოთ საზოგადოებას უნდა ვანახოთ რა იქნება გამარჯვება მარტო ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში გამარჯვება საზოგადოების გამარჯვება არ არის მან უნდა დაანახოს ქართველ ერთს და უთხრას რომ რა არის ჩვენი ერის ნომერ პირველი ამოცანა და ამ ამოცანამდე რა ნაბიჯებით უნდა მივიდეთ ეს მე უნდა დავინახო, მან უნდა დახატოს მომავლის სურათი და თქვას იმ მომავალში, მომავლის სურათი თავის თანამონაწილეობა უნდა იქცეს პროცესში. სხვანაირად ეს იქნება პრიმიტიული ომი და იგივე იქნება რაც მოხდა ერთი კლასის და მეორეთი ჯანმრთელობის ის გამარჯვების შემდეგ, რომ არ გავაკრიტიკებთ ბიძინაიშვილი, ჯერ ადრეა ვაცალოთ და ჩამოყალიბდეს ორი ძალა მარტო შევარდნაძე და სააკაშვილი და აქაც იგივე არ მოხდეს. ამ ლიდერებს როგორ მაინც ეს ორპოლუსიანი არჩევნებია, ყოველთა ხდება სააკაშვილსაც ისმოთ ივანიშვილს ორჯერ შეხვდით. მოკლედ, როგორ შეგიძლიათ დაახასიათოთ? ჩემის აზრით, ეხლა სააკაშვილი არის უფრო თანამედროვე ადამიანი, უფრო მეტად იცის, თქვათ, PR ტექნოლოგიების მუღამი, ეფექტის მოხდენა, აქვს არანორმალურად დიდი ენერგია. და ერთადერთი რაც მას აინტერესებს არის ეს ძალაუფლება და პოლიტიკა. სხვა ინტერესი მას არ არა, არქიტექტურა. ხო. არ ვიცი მე ეს არქიტექტურა არის მისი სისუსტე ახლა. ადრე არ იყო და ეხლა თურმე აღმოჩნდა რომ შეიძლება მე ადრინდელ სააკაშვილზე ვლაპარაკობ. და ეს არის დადებითიც და ამავე დროს მისი აღზევებელიც და მისი დამანგრეველიც ეს ავადმყოფური ენერგია და მეორეს მხრივ ბიძინა ივანიშვილზე დამჭა შტაბ-ჭრილება რომ რაც შეეხება თანამედროვეობას მას ცოტა თანამედროვეობასთან პრობლემები აქვს დიდად კონსერვატორია ეს embrace რასაც ქვია, თლად ჩახუტებული ამ თანამედროვეობასთან არ არის, მაგრამ გაცილებით უფრო გულწრფელი ადამიანია, გაცილებით უფრო თბილია და მე მგონი უფრო მეტად შინაარსზე ორიენტირებულია ვიდრე ეფექტზე. აი საწინააღმდეგო ტიპაჟები არიან. ყველა თანამედროვე ადამიანს, ყველა ადამიანს მის გულზე რა სიტყვით. ყველა ადამიანს, ბიძინა ივანიშვილის მსგავს ადამიანს აქვს აშენებული იმპერია. ეს არის ბიზნეს იმპერიები. მოდი მინდა კითხო შენ როგორც ამ საქმის სპეციალისტ ბიზნეს იმპერიის მართვა და ქვეყნის მართვა ხო გავს ერთმანეთს და რითი განსხვავდება ძალიან კარგი კითხვა ეს არის ფუნდამენტალური კითხვა შალვა როდესაც ბიზნესმენები ამერიკაში და ევროპაში პოლიტიკაში მოსვლას ცდილობენ მათ აქვს ძალიან ცუდი ასე ვთქვათ პრეცედენტი ჯერ ამერიკის პრეზიდენტობის ისტორიაში არ ყოფილა წარმატებული ბიზნესმენი
პრეზიდენტი, წარმატებული პოლიტიკოსი ბიზნესიდან ვერ მოდიან. იმიტომ რომ ბიზნესის ჩვევა არის სულ სხვა, ბიზნესი უფრო დომინანტია, მან იცის რისი გაკეთება უნდა და ყველა დანარჩენი მასზე მუშაობს და ანუ დომინანტურ საკომანდო მითითებებით ამ საქმეს ასრულებს. ხოლო პოლიტიკაში არის უფრო ადამიანის ურთიერთობა, გუნდური ლავირება, გუნდის ჩამოყალიბება და ასე ვთქვათ, სხვადასხვა პრინციპით იმართება ბიზნესი და ქვეყანა. აუცილებლად და ესე იგი ცუდი პრეცედენტებია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ბიზნესმენი, წარმატებული პოლიტიკოსის პრეცედენტი თითქმის არ არსებობს. ამერიკის მაგალითზე არ არსებობს. საქართველოს მაგალითზე საერთოდ ჩვენ პატარა ისტორია გვაქვს ამის. თქმა არ შეიძლება ჯერ საქართველოს მაგალითზე თქმა არ შეიძლება, მაგრამ ევროპულ და ამერიკულ მაგალითზე ამის პრეცედენტი არ არსებობს. შალვა და შენ რომ მოგეცემა შესაძლებლობა, ამაზეც უნდა გაამახვილო ყურადღება, რომ ეხლა არის ამის გაცნობიერება მისთვის აუცილებელი, რომ რაღაც თანამედროვე ხრასეს ბიძინა ივანიშვილს. შალვამ რატო? შალვას აქვს ახლო ურთიერთობა და ამიტომ ვახსენებ, რომ ჩვენც მოვისმენს ამ ეთერს. ალბათ უყურებს მაესტროს მიიღებს ამას, რომ აუცილებელია თანამედროვე ადამიანების რაც შეიძლება მეტად მოწვევა და შექმნა ისეთი ასე ვთქვათ ჩრდილოვანი ეკონომიკის კაბინეტის მსგავსი, ანუ ლაბორატორიულ რეჟიმში თითქმის 1 წელი აქვს მას სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდეს თუ მოვა ხელისუფლებაში და ამ დროს ჭირდება მომზადება და ეხლა უნდა მოხდეს გუნდის ჩამოყალიბება, გუნდის შეთამაშება, კოალიცია ჩამოყალიბდეს გუნდის კონტურების გამოიკვეთა თქვენ ამ გუნდზე რა სიტყვით? კოალიცია ბევრი ჩამოყალიბებულა საქართველოში, შალვამ კარგად იცის და მეც და თქვენც და ბევრი დაშლა. ეს ხელოვნური ერთობაა. ხელოვნური ერთობა რომ ორგანულ ერთობაში გადაიზარდოს, უნდა ჩამოყალიბდეს ასეთი პატარა სკოლა, პოლიტიკური სკოლა, სადაც ისინი შეიძენენ პოლიტიკურ ჩვევებს, ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრის უნარჩვევებს, გადაწყვეტილების მიღების ხელოვნებას, კომუნიკაციის ხელოვნებას, დებატების ხელოვნებას. ხედავთ რომ ყველა დებატებში ერთ-ერთი მიშას სპიკერები ამარცხებენ ვთქვათ აი ამ კოალიციის სპიკერებს. ამას ყველაფერს სადნახეთ ესეთ დებატები. ესეთ დებატები ჯერჯერობით არ სტარდება. ანუ არის ყველა ბევრ გამოსვლაში პირველ არხზე სხვადასხვა ასპარეზზე მე რამოდენიმეჯერ დამჭა, ხა არ მინდა პიროვნებების ჩამოთვლა, რამოდენიმეჯერ დავრჩი დათრგუნული. მე როდესაც შენი მომხრე ვარ, ჩემი ვთქვათ ფალავანი ხარ შენ და ეს ზუმბით ესეთი შიშველტანიანი გაქონილი სპარსელი ვთქვათ, მოვა და ჩემს კახელ ფალავანს დაამარცხებს. ვინ არის სპარსელი ამ შემთხვევაში? ნუ ზაკაშვილის მომხრეები. წარმოვიდგინოთ ხელისუფლება და ეს კახელი ფალავანი, ჩვენი ფალავანი არის ვთქვათ ეს ოპოზიცია. ხო და როდესაც ოპოზიცია მარხდება, შენ ითრგუნები და შენი ენთუზიაზმი გამარჯვების რწმენა იქ კლებულობს. ჩვენ კიდე პირიქით გვინდა, ჩვენ უნდა გამარჯვების გარდაუვალობის რწმენა ჩაუნერგოთ ხალხს იმისათვის რომ გავემარჯვოთ. ჩვენ სააკაშვილს ვერ მოუგებთ თუ უკვე წინასწარ არჩევნებზე ხალხი არ მიდის ზეიმით და თუ წინასწარ უკვე გადაწყვეტილი არ არის რომ შენ იგებ და ხელისუფლება მარცხდება. ეს განცდა მიიცემა, როდესაც საზოგადოება დაინახავს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი სტრატეგიულ ნაბიჯებს თანმიმდევრულად დგამს ისეთს, რომელიც ინოვატორულადაც, შინაარსითაც განსხვავდება და გაცილებით უფრო ღრმა, ვიდრე მიშას მიერ გაჭრილი საავადმყოფოების ლენტები და ეს პიარი. ანუ ამ პიარს ჩვენ უნდა ინოვაციით უპასუხოთ. სკოლა ინოვაცია იქნება, რომ ნახონ ყველამ რა საკითხზეა, რა საკითხებზეა საუბარი, რა პოლიტიკურ იდეოლოგიებზე, რა ამა თუ იმ სკოლების დაპირისპირებებზე ლაპარაკი, ერთი გუნდი როგორ ასრულებს საგარეო პოლიტიკის გუნდის როლს, მეორე ეკონომიკის გუნდის როლს, განათლების გუნდის და ამათ შორის დებატები როგორ მიდის. ეს იქნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოების კულტურის ამაღლებაც მოახდინო. ანუ პოლიტიკა არის სფერო, რომელიც გაძლევს საშუალებას იყო ლიდერი და მასწავლებელი ამავე დროს. თანაც ისეთ საზოგადოებაში, როგორც საქართველოს, სადაც პოლიტიკური კულტურის დონე არის ძალიან დაბალი. ანუ ეს ფუნქციაც უნდა იკისროს ივანიშვილმა, თუ კი გამარჯვება უნდა თუ გამარჯვება შესაძლებელია. მიშა სადმე არის საყოველთაო მიუღებლობა და ზიზღი, ხო? აქ შეიძლება ადვილად გაიმარჯვებს, მაგრამ გამარჯვება მარტო არ კმარა. გასინჯულია? რა. გასინჯულია რომ უზარმაზარი მხარდაჭერა ივანიშვილს რასაკურველია გასინჯულია. მე ახლა ლონდონიდან ჩამოვიდე, 150 კაციანი დიდი ლექცია მქონდა და აი იყო სრული მხარდაჭერა და ქართველების, ხო? და ანუ ემიგრაციაც კი უჭერს ტრადიციულად მიშისტური ემიგრაცია. კი უჭერს მხარს, მაგრამ ერთი რამეა
შალვა, იქაც თქმა არის იმისა, რომ უჭერს ხარს იმის გამო, რომ მან დაინახეს, რომ ადამიანი გამოჩნდა, ვისაც აქვს დიდი რესურსი და შესაძლოა დამარცხება. ამის მიღმა არ იციან რა მოხდება. მაგრამ ეს არის ნეგატიური მხარდაჭერა. ანუ არჩევნებში შეიძლება შენ პოზიტიურად გაიმარჯვო და ნეგატიურად. ნეგატიურად გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ მე შენ ხმას გაძლევ იმის გამო, რომ მეორე არის ჩემთვის მიუღებელი, გესმის? და ეს არ არის კარგი. სამწუხაროდ ამას სააკაშვილიც ახერხებს, რომ აი ასეთ სიფრთხეში გადაიყენოს დაპირისპირება. ოღონდ შენ არ იყო. ხშირად ასე მიფიქრია, ეს არ არის სწორი, მაგრამ როდესაც ის რაღაცებს აკეთებს, ხო, იტყუება ბოლოს. ხშირად ფიქრობ, რომ აი არ არის საშუალო, ოღონდ შენ არ იყო ნებისმიერ ეს არ არის სწორი. არ არის სწორი და ამიტომ ჩვენ გვჭირდება რომ ჩვენ კონტრზომები განვახორციელოთ, რომ ეს სააკაშვილის მცდელობა ფაქტიურად აფსაიდში გადაიტანო და აღარ გაანეიტრალო, ანუ აყარო ის ამუნიცია, რაც სააკაშვილს აქვს. ძალიან დიდი მადლობა. გია მაისაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ძალიან საინტერესო სტუმარი ყავდა. მე და შალვა რამიშვილი ხვალამდე გემშვიდობებით. კარგად გრძნობთ, მოვალ შეხვედრამდე.